საღამომშვიდობის მეგობრებო, მოკლედ საქართველოში დაჭერები გრძელდება. დღეს დაუჭერიათ თარგამაძე, ის ნაცების დროინდელი ერთ-ერთი ჯალათი და მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს. კარგი ხანია მინდოდა უბრალოდ ეს ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები რაც ვითარდებოდა, ესე უფრო მეტი მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ვიღაც მელიას და ვიღაც გვარამიას და ამათია და ამათი დაჭერა და აი დღეს კიდევ ერთი მერვე არის მე მგონი ეს კაცმაცუნა რომელიც დაიჭირეს. მინდა ამას გამოვეხმაურო, მაგრამ სადამდე ამას გამოვეხმაურებდი, მანამდე მაინც მინდა ერთ წინა დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთი მოკლე რემარკასავით გავაკეთო რა. ორი სიტყვა თქვა, თავს არავის მოვაძულე. ეს ქართული გვარის და სახელის მატარებელი ესა ებრაელები ქართულად რო წერთ და ილანძღებით სოციალურ ქსელში ჩემ გვერდზე განსაკუთრებით და უამრავ ქართველს აყენებთ შეურაცხყოფას, რომ თურმე შაჰაბასის ნაბიჭვრები არიან, ვინც ისრაელის მომხრეები არ არიან და ვინც ისრაელს მხარს არ უჭერს და ესე შემდეგ რა. თურმე ჩათესლილები არიან, თურმე ესე იგი შაჰაბასის დროინდელი დარჩენილი ქართველები, ისა რა ქვია, თესლის ნაყოფები არიან საქართველოში და ამიტომ თურმე ისრაელს ვინც არ უძვრება უკანონში. აი თქვენ რა მინდა იცი გითხრათ? ქართველი ერი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ერი არის, ესე რო იცოდეთ საერთოდ რა. და კავკასიანი ტერმინი ამიტომ არის გამოყენებული, ზუსტად ქართველებიდან არის აღებული. თეთრი რასის და თეთრი ეთნოსის როგორც იდეალური ეთნიკური ჯგუფი. და ქართველებში აღრევა ნაკლებათა თქვენგან განსხვავებით, რომ აბსოლუტურად ყველა ერთთან ხართ 1000-ზე გადანახტომი ხართ. და თქვენ ქალებს აყოლებთ სხვა ტომის კაცებს და შვილებს ეძახით მერე ებრაელებს. და ვერ ნახავ ვერც ერთი შტოს ებრაელისას, რომელი მიმართულებითაც არ იყოს, რომ 2-3 თაობა ზედზედ ებრაელზე იყოს დაქორწინებული. ამიტომ თქვენ მისი ჩათესლილები ხართ და თქვენ მისი ჩათესილები ხართ. აი იმას მიხედეთ და ქართველ ერზე ასეთი ლაპარაკი, მით უმეტეს ასეთი უმადური ღორების, რომელსაც გვარიც ქართული აქვს, ქართულად ლაპარაკობენ და საქართველოს გაზარდა და აღზარდა და უსაფრთხოდ მისცა განვითარების საშუალება 26 საუკუნე და რომელთანაც ღალატის მეტი და ნაძირლობის და ვირთხობის მეტი არაფერი მიუღია, ხო? არ არის თქვენგან უბრალოდ სალაპარაკო ქართველიერი და სახსენებელი არ არის არავინ. და რაც შეეხება იმას, რა ქვია, თქვენს ეგრეთ წოდებულ ოპერაციას, რომელსაც თქვენი ბელადი ფაშისტი თანამედროვეობის ჰიტლერს ვერ შევადრი. ჰიტლერი ბევრად მეტი დიდი პიროვნება იყო, ვიდრე თქვენი ნეთანიახუ არის. ნამდვილად ასე იყო. მას ჰქონდა დიდი დანაშაულებები, ზუსტად ის რომ საკონცენტრაციო ბანაკებს ქმნიდა და ასე აწამებდა და აწვალებდა ხალხს და მე პირადად აი ამაში ვხედავ მის ძირითად დანაშაულს. სხვა რამეში მის დანაშაულს ნამდვილად ვერ ხედავ, ის სამშობლოს პატრიოტი იყო, ნამდვილად გერმანელი ერის და იმას ვერ შევადრი თქვენ ნეთანიახუს, თუმცა ქმედებებში ადამიანების მასობრივ ხოცვაში ქალების, ბავშვების აი ამაში ნამდვილად შეედარება და რა თქმა უნდა ვერ შევადრი ვერც სამხედრო წარმატებებში, რომელიც ჰიტლერს ჰქონდა, ნამდვილად არ შეედარება ამ ყველაფერში ჰიტლერი და ნეთანიახუ ერთმანეთს, იმიტომ რომ ჰიტლერმა რომ არა დასხმოდა საბჭოთა კავშირს თავზე, ძალიან ტრიუმფალური სვლა ჰქონდა და ალბათ გააგრძელებდა უკეთესად შეეძლო დაესრულებია, მაგრამ თქვენმა ბრძენმა და იმან რა ქვია სატანიახუმ დაიწყო ოპერაცია როგორც შემართული ლომი და უკაცრავად მანდილოსნებთან, მაგრამ დაასრულა როგორც ჩაჯმული ლომი. ხო და იჯექით ახლა ჩაჯმულები და გააგრძელეთ თქვენი საქმის მიხედვა. და ენა რო გაქვთ გადმოგდებული ჩვენ საქმეში ნუ ერევით, საქართველოს და ქართველების საქმე ქართულ ენაზე, ქართული გვარით მოლაპარაკე ზოგიერთი ცხოველის სალაპარაკო არ არის. აი ამიტომ ღებულობთ აი ესეთ პასუხს. და მე მინდა კოცებს უთხრა ერთი ბოლო დროს რაღაცეებს უნდათ არ უნდათ უწევთ რაღაცეების გაკეთება, ეს იქნებოდა არასამთავრობოების აკრძალვა იქნებოდა ახლა ზოგიერთების დაჭერა და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა აღდგეს საქართველოში მამის სახელი და
ეროვნების გრაფა საქართველოში, ქართულ პასპორტში, ქართულ პირადობის მოწმობაში. ეს არის აუცილებელი, რათა იცოდეს ქართველმა ერმა მთელი ამ ხნის მანძილზე რა ეროვნების წარმომადგენლებმა ქართული გვარით და სახელით ქართულად მოლაპარაკე ხალხმა დაუშავეს ქვეყანას ის რაც დაუშავეს. აქ მნიშვნელობა ეს სააკაშვილი იქნებოდა, შევარდნაძე იქნებოდა თუ სხვა 1000 თესლის ნაყოფი ქართულ გვარს შეფარებული და ვის ირჩევს ერი, ვის ირჩევს ხალხი და ასე შემდეგ. მაინც მოგიწევთ ადრე თუ გვიან, თუ თქვენ ეგდებით ხელისუფლებაში, არ ვიცი. მაგრამ ადრე თუ გვიან ამის მიღება რომ საქართველოში აუცილებლად მოხდება და ისე კი არ მოხდება, მე თვითონ წვეთ ვინა ვარ ეროვნებით. არა, ის ვინა ხარ სინამდვილეში, თან მამის სახელით და თან მეთი რა ქვია, ეროვნების გრაფით აღდგენთ. ეს გააკეთეს თავის დროზე ჩვენმა მტრებმა, საქართველოს მტრებმა, ზვიად გამსახურდიას ყველაფერთან ერთად მოთხოვეს ეს, სადაც ზვიად გამსახურდია მოთხოვა რომ ეროვნება არ აქვს ცხოველს. ამათ ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ეს ცხოველები, რომლებიც ქართულ გვარებს და სახელებს ატარებენ, სინამდვილეში ეზიზღებათ საკუთარი სამშობლო, არ აქვს მნიშვნელობა ეს სააკოვი იქნებოდა, იაკობაშვილი იქნებოდა, კეზერაშვილი იქნებოდა თუ სხვა უცხოთესლის ნაყოფები, რომლებიც ქართულ გვარს იყვნენ შემოფარებული და მომჯდარი იყვნენ ქართულ სახელმწიფოს და გაგვინადგურეს, გაგვიყიდეს და გადაგვიშენეს ქვეყანა, ეცოდინებოდა ქართულ ადამიანს, რომ ეს არის ამ ტომის წარმომადგენელი, ეს არის ამ ტომის წარმომადგენელი, ეს არის ამ ტომის წარმომადგენელი და ვანდოთ თუ არა მას სახელმწიფო. რომ იცოდეთ ისე. ხო. თუნდაც მარტო მინიმუმ აი ამისთვის არის საჭირო და დანარჩენი უკვე იმისთვის, რომ ყველა ამ უცხოთესლის ნაყოფმა ხალხმა, ქართულ გვარს შემოფარებული ქართულად მოლაპარაკებმა რა დაუშავეს ქვეყანას. აი ესეთ დროს განსაკუთრებით ჩანს, როგორი ღორის თესლები არიან ესენი. ქართულ ენაზე მოლაპარაკე ცხოველები აქეთ რო გიკითხავენ პატრიოტიზმის ლოზუნგებს და გვასწავლიან, თურმე შაჰ-აბასი ვინ იყო და რუსეთი რო ოკუპანტია და ასე შემდეგ, ერთი არ უთხრა უბრალოდ მაგათ თუ ისე რა ქვია, რამხელა ღალატი აქვს ჩადენილი ჩვენი ერის მიმართ და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, თუნდაც აგერ უახლეს წარსულში. ხო, ეს არ უთხრა. აი ამიტომ აი ეს პასუხს იმსახურებთ და მიიღეთ ახლა შეირგეთ ეს პასუხი და მე ყველას მოუწოდებ თუ ვინმესთვის არის ეს საკუთარი სამშობლო რაიმეს წარმოადგენს, პრიორიტეტში დააყენონ ეს ყველაფერი. გაგვინადგურეს, გაგვიჩანაგეს ქვეყანა ქართული სახელით და გვარით, რომელსაც საქართველოსთან არანაირი შეხება არ ქონდა. არც სისხლით, არც ეთნიკური წარმომავლობით, არც მენტალიტეტით, არც არაფრით. და მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, მე მიმიფურთხებია იმ ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი ეროვნების წვენია და რომელიც ცდილობს სხვა ეროვნებას შეეზავოს, იმიტომ რომ საკუთარი ეროვნების წვენია. მე მყავს უამრავი სხვა ერის წარმომადგენელი, ძალიან ახლო მეგობარი, ძალიან საყვარელი მეგობარი, მე ყველა კარგ ადამიანს ვენაცვალე რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, თავარია ადამიანი იყოს და ადამიანი, რომელიც საკუთარ ეროვნებას ღალატობს და სხვა ეროვნებად ეწერება, ის ჯერ მისას ღალატობს და მერე იმასაც მარტივად ღალატობს, ვის ეროვნებათაც ჩაიწერა. ეს არის სიმართლე. ეს არის აუცილებელი. ვერასდროს ვერ შეიცვლი შენ ამ ცხოვრებაში ერთხელ რო გაჩნდი რა ეროვნების ადამიანი ხარ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არ არის ვიღაც ეროვნული სიამაყის მანიშნებელი და რამდენი ქართველი დავრჩით მარტო რომ დავთვალოთ. აი ეს უბედურება ხდება მთელი ამ ხნის მანძილზე. გვარით ქართველები საქართველოს ანადგურებენ და ეს ზოგიერთი ის რა ქვია ქართული გვარი რო აქვს მიღებული, იძახის მერე რა ჩათლახები ვართ ქართველებიო. ქართველები არა ვართ ჩათლახები. აი თქვენ ახართ ჩათლახები, ვინც ჯერ თქვენ ჯის და ჯილაკს უღალატეთ და მერე იმას რა ქვია საქართველოს უღალატეთ. აი, ამისთვისაა ეს კანონი საჭირო. დავამთავრე ახლა ამ თემასთან საუბარი. ვისაც გინდათ, როგორც გინდათ თქვენი პროვოკაციები, ვისაც გინდათ ასე წერეთ და ისე წერეთ, კარგ ადამიანობას და კარგ კაცობას ეროვნება არ აქვს. არც მომევა. მაგრამ ქართველს მოეფარებით რა, ისი ყავით ვინც ხართ. თესლით, აზროვნებით და ასე შემდეგ. მორჩა და დამთავრდა. თუ არა, კიდე ერთხელ გავახსენებ მე კიდე ერთხელ გავახსენებ, რომ 2008 წლის ომი ორმა ებრაელმა და ერთმა სომეხმა დაიწყო. ეროვნებით. რომელიც ერთი პრეზიდენტი იყო, მეორე თავდაცვის მინისტრი იყო, მესამე კონფლიქტების მინისტრი იყო. და ხალხს, ესა რა ქვია, ბრალდება ყველაფერი საქართველოს და ქართველებს.
ქართველების და ოსების გადაკიდება ერთმანეთს ბრალდება აი ორი ებრაელის და ერთი სომეხის ნამოქმედებს. ასია ეს და ამას ვერავინ ვერ გაიქცევა. კარგი სომეხი ყოფილიყო, კარგი ებრაელი ყოფილიყო, ამას არ გაუკეთებდა იმ ქვეყანას, რომელმა ქვეყანამაც გაზარდა. და უამრავი კარგი სომეხი არსებობს. მათ შორის მეგობრები არიან ჩემი. ეხლა რა შეეხება აი ამ დაჭერებს. ხოცებს მინდა ახლა მოუბრუნდე და უთხრა. 13 წელიწადი გავიდა, ხო? და სამშობლოს ღალატი ამათი ვერ დაადგინეთ, დანაშაული ვერ დაადგინეთ, წარცვა ვერ დაადგინეთ, ვერაფერი ვერ დაადგინეთ. ესე იგი, გირაოს გადაუხდელობის გამო დაიჭირეთ თარგამაძს, ხო? და გამოუცხადებლობის გამო იმ თქვენ ეგრეთ წოდებულ კომისიას, ხო? აი, დაიჭირეთ. ახლა მაინც არ არის გვიან უკვე დაჭერილებს, ამ თელ ხალხს რო აყურებიეთ ეს საშინელება ისტორიები, რომელიც ისედაც იცოდა ხალხმა. რომ ყველას წაუყენოთ ბრალდება სამშობლოს ღალატის მუხლით. თუ ოდნავ რამე გინდათ ქართველი ერის თვალში, ოდნავი რეაბილიტაცია მოახდენოთ. ყველას უნდა წაიყენოს ბრალი სამშობლოს ღალატის მუხლით. ყველა უნდა გასამართლდეს, მათ შორის აი სააკოვი იქ რო ყავთ წამოპლაკული რა ქვია იმას, ვივამედში. გადათრიეთ თავის დროზე უკვე დრო არის იმასში რა ქვია რუსთავის ციხეში გადაათრიეთ და ყველას მიუსაჯეთ თავისი შესაბამისი ადგილი და ყველას წაუყენეთ თავისი ბრალი პიჯაკების და გალშტუკების და ამად გამო კი არა სამშობლოს ღალატის გამო. კიდე ერთხელ ვამბობ. ვიცი ჩემოძმაო, მე ვიცი ყველაფერი ვინ აფინანსებდა, როგორ აფინანსებდა, ვინ ვისზე იყო ჩახუტებული, ყველაფერი კარგად ვიცი და ამას მე არაერთხელ ვლაპარაკობდი ამ ყველაფერზე, ყველაზე მეტი მოაზროვნე ქოციც ვერ დავობს ჩემთან შემოსვლას, მაგრამ ვეუბნები ახლა გასაგებ ენაზე. ახლა ვეუბნები გასაგებ ენაზე. ოდნავ მაინც თუ ამათ აქვთ სურვილი. ოდნავ მაინც თუ ამათ აქვთ სურვილი. ქართველი ერის თვალში ოდნავი რეაბილიტაცია მოახდინონ. უნდათ ხო? მაშინ გააკეთონ გასაკეთებელი. აი შენ ტრაკის საქმე არა, ვის გავაკრიტიკებ და ვის არა, გაიგე? თუ არ გსიამოვნებ, შეგიძლია გაბრძანდე და სხვას მოусმინე. არავინ არ გავალდებულებს, თუ გავალდებულებენ, შესაძლოა მოусმინე და ასეთი კომენტარები დაუწერეო. თუ შენთვის ვერ ნახულობ, რომ აჯვა მიაგაჯმევიებ აქედან, აბა? ადექი ახლა ამას და ეფერე რა. შოლ ნახვი, ბლად. აი ესე. და კიდე ერთი. ბიჭო. ახლა გამოათრიეს ეს თარგამაძე. არც მივიდა, არც იკადრა და თურმე ესე იგი, ესა რა ქვია, თარგამაძის მამა და თურმე ყველა სამშობლოსთვის თურმე და სხვათა შორის თარხნიშვილი როა ის გვარგადაკეთებულია ის ნაბოზვარიც, არც ეს არ არის ქართველი, არც სხვები, აი ეს ნაცების სასტავი განსაკუთრებით, ესენი ქართველები არც ერთი არ არიან, რო იცოდით რა, ისე ცნობისთვის. აი ამიტომ მიიღეს ამათმა ეს კანონი, რომ აი ესე გვარგადაკეთებული ქართველები მომჯდარიყვნენ საქართველოს სათავეში და ენადგურებიათ ქვეყანა. და ახლა მინდა მთავარი კითხვა დავსვა. ბოკერიას რატომ არ იბარებთ? რატომ არ იბარებს წულუკიანის კომისია და კითხვაც იყო ამ წინებზე დასმული. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ერთადერთი ჟურნალისტი არის ალბათ, ვინც იმსახურებს ნამდვილად, ვინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობს და პატივისცემას იმსახურებს. ხუზმიაშვილი შოუში. მე თვითონაც ავარ მის გადაცემაში დამყოფი და იწვევს და აქ პროფესიონალური საუბარი და დაუსვა მან კითხვა. რომ ბოკერიას რატო არ იბარებთ? ვიცი, ჯერ არ არის თურმე მნიშვნელოვანი, რა ვიცი, რაღაცა ბოდვა პასუხები გაცა. მოიცა, ბოკერია თუ არ არის იმ უბედურებების მომხდენი, რაც საქართველოში მოხდა, აბა ვინ არის? ხუზნიაშვილის გადაცემაში ვიყავი მე პირადად, როდესაც ჩერგოლეიშვილი გაძორა ეთერიდან და პირდაპირ უთხარი მაშინ, რომ ამის ქმარი ორ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა. ერთი თავის დროზე ნაგავ ბერძღნელიშვილებთან უკაცრავად. იმასთან რა ქვია ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და მეორედ აი ამ კმარულ ოპერაციაში. კითხვები თუ შეიძლება დამისვით, ბოლოსკენ დამისვით თუ შეიძლება
მაცად უბრალოდ მინდა საუბარი და ბოლოსკენ როდესაც წავა საუბარი აუცილებლად აქცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, კარგი რადგანაც დამისვი გაქცემ პასუხს. 8 თვიანი სასჯელი არანაირი საკმარისი არ არის ამ ხალხზე, რა თქმა უნდა არ არის. ეს არის ბლეფი და ზუსტად მაგას საუბრობდი თუ შემობრძანდი, შემოძმაო რომ ვამბობ ერთ რაღაცას, ამათ ჭირდებათ სამშობლოს ღალატის ბრალდება 20 წლიანი ან სამუდამო. 20 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ჭირდება. აი ესაა ძმა ჩემი დამოკიდებულება და არა ის რომ ეს 8 თვიანი სასჯელი არის ამათი საკმარისი. რაც ამათმა ქვეყანას თარგამაძე არ იყო გამოვარდნილი რო ყვირო და სულს ამოგხდით. თელ ხალხს რო უძახო და თარგამაძე არ იყო? და აი ამ ნაგავებს რამდენი უბედურება აქვს ქართველი ერისთვის ჩადენილი? აი ეს არის კლოუნადა. ეს არის კლოუნადა. ხლა გასაგებია რომ სხვა საფუძველზე ვერ იჭერდნენ. იმიტომ რომ ქათმები არიან, იმიტომ რომ შიშრები არიან და ლაჭრები არიან. იყო ასეთ სხვათა შორის ამერიკაში თავის დროზე განგსტერების პერიოდი, როდესაც იყო დიდ დეპრესიის პერიოდი, როდესაც მძვინვარებდა მაფიოზებს ხელს ვერ კიდებდა ვერავინ, იმიტომ რომ მოწმეების ყველას ეშინოდა, თვითონ პოლიციელებსაც ეშინოდა, მაგრამ ალ კაპონეს სადღაც $30 თუ რაღაცა უნახეს გადასახადები, გადაუხდელი და იმის გამო დაიჭირეს და როცა დაიჭირეს, მე უკვე წაუყენეს ბრალდებები და ახლა მაინც არიან დაჭერილები, ხო? 8 თვიანით იქნება თუ 6 თვიანით იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? ამოქეკონ, მაგათ თუ არა, ბიჭო, დანაშაული ჩადენილი. ხაბა, ვის აქვს დანაშაული ჩადენილი? და ამით ესენი ახლა რასაც აკეთებენ, რასაც ქოცებიდან საერთოდ ნაჩვევია ქართველი ერი და რასაც ავარ ჩვენ ნაჩვევები. ესენი ასე კოსმეტიკურად გააკეთებენ 8 თვე, 9 თვე, 10 თვე, გამოუშვებენ მე ამ ხალხს და ხო იჯდა კაცო. ხო იჯდა. ხო იჯდა მე იტყვია. რაღა გინდა მეტი. თურმე 8 თვეზე მეტი არ აქვს დაშავებული თარგამაძეს საქართველოსთვის, ანუ 8 თვე არის და რა? სამშობლოს მოღალატეებს შეიძლება შეუფარდეთ სასჯელი იმის გადაუხდელობის გამო. რა ქვია? ირაოს გადაუხდელობის გამო. ეს ხო არის სირცხვილი და ეს ხო არის აი რაში ჯდება? ანუ რაში ჯდება? კაცმა ეს წარმოიდგინეთ როგორ რაღაცა არის, იცი? აი ნიურნბერგის პროცესი, როდესაც მიმდინარეობდა და როდესაც გამოყავდათ ეს ფაშისტი ჯალათები, რომლებსაც ჰქონდათ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩადენილი და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ გერინგი იქნებოდა თუ გებელსი იქნებოდა თუ ვინ იქნებოდა ესენი, ხო? ამათთვის ხო? ეს ბრალი კი არ წაეყენებიათ. სადღაც რაღაცა რომელიღაცა იმისთვის, რა ქვია, უცხოელისთვის ქვის სროლა ქუჩაში და ამით გაესამართლებიათ. და რა იმისთვის, რაც მოხდა. ანუ დანაშაული და სასჯელი უნდა იყოს ერთმანეთთან ფარდობითი. თუ კი ვინმეს უნდა, რომ ადამიანს დარჩეს სამართლიანობის განცდა. სამართლიანობის განცდა რო დარჩეს. და სხვათა შორის კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდა, ხაზგასმით მინდა რაღაცის თქმა. ნიურნბერგის პროცესი, უშუალოდ ნიურნბერგის პროცესი რომ შედგა, ეს იყო პირადად სტალინის, საბჭოთა კავშირის და პირადად სტალინის დამსახურება, იმიტომ რომ მთელი დასავლეთის ქვეყნები, ბრიტანეთიც, საფრანგეთიც, შეერთებული შტატებიც, ну საფრანგეთი იმდენად კიდე ვერა, მაგრამ აი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ თავიდან, რადგან მთელი ფაშისტი დამნაშავეები სულ მაგად ყავდათ იმპორტირებული ევროპიდან, არა მარტო გერმანელები, მათ შორის ხორვატებიც და სხვადასხვა ჯულის ადამიანებიც. და ეს იყო სტალინის დამსახურება, რომ მაშინ რეჟიმი გასამართლდა და ამას თავისი სახელი დაერქვა. თორემ ამათ არ უნდოდათ. არ უნდოდათ, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცეები ტივტივდებოდა მე იგივე ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ამერიკელების დამსახურება იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტოა, რომ დღეს ფაშისტების შთამომავლები ლანძღავენ, აგინებენ, აფურთხებენ, ანაგავებენ იმას, რა ქვია. სტალინის ხსოვნას. ამიტოა. თუ გაინტერესებთ. და მოუბრუნდეთ ისევ ეს, აი ამ კომისიას. ახლა დაიწყეს საწყალი დათო ცინდელიანის დედა ყავდათ მოყვანილი. დათო ცინდელიანის დედა ყავდათ მოყვანილი და იგივე ქარდავას ოჯახის წევრები ყავდათ მოყვანილი, რომლებმაც მოყვეს ის უბედურება თუ როგორ მოკლეს ეს ბიჭები და გადაყარეს ზღვაში.
და რა გინდათ ახლა თქვენ მე მითხრათ რომ ეს უბედურებები რაც ხდებოდა ქვეყანაში ბოკერიამ არ იცოდა რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო თუ არ იცოდა მით უარესი მისთვის იმიტომ რომ ისეთი რაღაცები როცა ქვეყანაში ხდება და შენ ამხელა თანამდებობის პასუხისმგებელი პირი ხარ ეს ცალკე ამიტომ თუ გინდათ და აი ამ დაქნეულ დაჩლუნგებულ ქოცებს მარტო ბიძინას ლოცვაზე რო ხართ გადასული ბიძინას ლოცვაზე რო ხართ გადასული და ეს გაკმაყოფილებ და ამით რო ხართ ბედნიერ ეს არ აკმაყოფილებს ქართველებს მე როგორც ქართველს მე როგორც ამ ქვეყნის შვილს რომელსაც ამდენი უბედურება გაუკეთა ხალხმა რომლებმაც ჯოჯოხეთი გამოატარა ქართველებს ციხეებში და 99.7 გამომტყუნებელი განაჩენები იყო გამოსული რომელმაც მე როგორ გაიარა და როგორ აღსრულდა ეგ ცალკე ამბავია ძარცვა გლეჯა ყლეფა რომელმაც დაუკარგა ტერიტორიები რომელმაც მართლა საუკუნოვანი ძმები დააშორა და დააპირისპირა ერთმანეთს რომელმაც გაანადგურა მთლიანად საქართველოს ეკონომიკა გაყიდა ყველაფერი უცხოელებზე კანონმდებლობის დონეზე ყველაფერი გადააგვარა 8 თვიანი სასჯელით გინდათ რომ ამ ყველაფერს და აი ნორმალური ქართველი ამ ყველაფერს დაკმაყოფილდეს და მე მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის ვინც ამით კმაყოფილია ვინც ამით კმაყოფილი არის და ვინც ამით კმაყოფილებას გამოხატავს აი აღარ მინდა რა ამდენი ლანძღვაგინება მართლა რა თქვენი წილი მართლა სულ ყველა რა როგორ შეიძლება ადამიანი ესე იგი თუ კი ვინმე შეიძლება სამშობლოს ღალატი აპატიო ამით ქმნი პრეცედენტს ანუ სააკაშვილმა სიტყვაზე ხო არის სააკაშვილი გასამართლებული თავარსარდალი მოღალატე ანუ რჩება პრეცედენტი რომ ადამიანმა შეიძლება თავარსარდალმა თავარმა მოღალატემ ჩაიდინოს დანაშაული გაანადგუროს ქვეყანა გაანადგუროს ერი 1000 უბედურება მოიტანოს და თურმე შესაძლებელი არის რომ საქართველოში ასეთი ხალხი ვიამეჯი იყოს წამობლაკული და სამშობლოს ღალატისთვის კი არ იხდიდეს სასჯელს იხდიდეს პიჯაკების გამო შეწყალების გამო და მე ვინმეს გაგიკვირდებათ რომ ქუჩაში დარბის ამდენი დებილი ამდენი მოღალატე და იმას ყვირის და იმას წივის და იმას ყვირის რომ მიშამ სვერპლი იყო აგერ ახლა ბოდიში და არ შეიჯვალეკონ თლად გადეიჯვა თავზე მიშას ფასი არავინ არ აყავს აგერ უბაზას მიშას ფასი არავინ არ აყავს ამათზე ხო აღარა საერთოდ ლაპარაკი აი ჩვეულებრივად თან თაობა რო წამოვიდა რომელმა თაობამაც კოჰაბიტაციაში გაიზარდა რომელიც ქოცების სკოლაში გაიზარდა რომ ბიძინა რო ჩაუწერეთ ისტორიაში თურმე როგორი მეცენატი არის და უახლეს ისტორიაში ნამხელა დამსახურება აქვს შეტანილი თურმე საქართველოსთვის და ქართველიერისთვის იმან არ იცის ვინ არის მიშა ამაში არის უბედურება ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და გეუბნებით ახლა არის ძალიან კარგი მომენტი არავის არ ცხელა დიდად ისე როგორც ცხელოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამათი სახსენებელი სულ ფეხებზე კიდია სულ ცალ ფეხებზე კიდია ევროპას სულ ცალ ფეხებზე კიდიათ ამერიკაში მონაშნირები არიან მაგათი აგენტურა არის და რაღაც ფორმალობით მოხდება მათი დაცვა არც იმ თქვენი ამერიკის ელჩი არის ახლა აქ რომელიც დედა ტერეზასავით იყო გადაფარებული არც სხვა ნაძირალა მათხოვრები აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სასჯელით თუ კიდე აი მე ქოცებს მაინც არ გაპატიებთ არასდროს არ გაპატიებთ იმას რაც თქვენ ჩემ ქვეყანას გაუკეთეთ ის რაც თქვენ ჩემ ერს გაუკეთეთ რომ 13 წელიწადია უსამართლობაში აცხოვრეთ ერს და გაათახსირეთ 1000 უბედურება მოუტანეთ იქ ნარკომანია იქნებოდა LGBT კანონები იქნებოდა ახლა რაც არ უნდა კრძალოთ რაც არ უნდა ანტინარკოტიკული პოლიტიკები ატაროთ მე ამას არ გაპატიებთ თქვენ იმიტომ რომ თქვენ ეს გაიძულეს იძულებული გახდით ახლა რომ ეს ყველაფერი აკეთოთ თორე ეს თქვენი სურვილიც არ იყო თქვენი სურვილი იყო გემრიელად კოჰაბიტაციაში ცხოვრება ქართველი ერი გადევნეთ საქართველოს მაგრამ თუ მაინც ჯობს გვიან ვიდრე არასდროს თუ მაინც რაღაც სათქმელი ოდესღაც რომ ჩაძაღლდებით და როდესაც რომ გადაშენდებით და მოკვდება იქ თქვენი ბიძინას ადრე თუ გვიან და მიაკვდება ძაღლი და ღორი არ იქნება გამოკერებული ზეცას ცუდთან ერთად რაღაც მაინც რო კონდეს გაკეთებული გააკეთეთ იმიტომ რომ აი ახლა არის საუკეთესო მომენტი როდესაც თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ და ის რომ ნაცები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ეს არ არის საკმარისი
არ არის საკმარისი. ჩვენ ხედავთ აგერ პორტირებული ნაცები იქნება თუ ნაცების ამბობს კოჰაბიტაციას უყურებთ 13 წელიწად. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება, როგორც ერთი რიგითი ქართველის. ჩემია, რაც მე და ჩემ ოჯახს გავიკეთეთ ხოცება, ეს ცალკე ჩემი პირადული ამბავი არის, რასაც რა თქმა უნდა ამას არასდროს არ დაგივიწყებ და არასდროს არ გაპატიებ. რას თქვენ ქვეყანას გავუკეთეთ, ბიჭო? რაც თქვენ ქვეყანას გავუკეთეთ, ის როგორ უნდა იმასქნათ, მაგრამ აი მაინც ხო მართველები ქვიათ, მაინც ხო რეჟიმი ხართ, მაინც ხო მართავთ ამ ქვეყანას ამ რთულ დროს რაღაც. თქვენ კი მეზიზღებით, მაგრამ სამშობლო კი არ მეზიზღებით. ჩემი სამშობლოს ცუდი კი არ მინდა. და გააკეთეთ. ჯობია გვია. ვიდრე არასდროს. ახლა შემოკარგებო თუ ვინმეს გააქვთ რაიმე კითხვა, შეგიძლიათ დამისვათ. და ვეცდები რომ გაგცეთ პასუხი. აი ეს არის ჩვენი სანაგვე, რომელიც სანაგვეშიც კიდე რა გეგმები იწერება ღმერთმა იცის. იქ გახარიას მოუხევია ჯიგარს. და გაუჭირდება ახლა 20 მილიონიანი დაჩა აქვთ იმაში, რა ქვია, ნაყიდი აგერ მასში საფრანგეთში. რა გემრიელად არის რა, წამოწოლილი ახლა ალბათ და გულაობს და სვამს, ჭამს და ემაშვება და შეიძლება არც დაბრუნდეს და კაციშვილი ფეხებს ვერ მოჭავს დევნილი პოლიტიკოსის იმიჯი მოირგოს. თუმცა მე ეჭვება, იმიტომ რომ გახარია ამათი ჩვეულებრივი განშტოება არის და სკაიპით ჩაგერთვებითო და სკაიპით დაგელაპარაკებითო რა. ვიდეოზე არის თუ სკაიპი აღარ არსებობს უკვე ის დროა. და საინტერესო ხალხო რა არის, იცით? კიდე აი რაზე აი რა გული რაზე მერევა, იცი? ბიჭო, ჩორჩანის ინციდენტთან დაკავშირებით გახარიას მმართველობის პერიოდში ტერიტორიები დაიკარგა. და აი ამაში არისო დამნაშავეო გახ კი, რა თქმა უნდა, ვის აქვს უფლება მის იქმედებით ეფიმტკაველი მიწა ქართული მიწა დაკარგოს, მაგრამ გახარიაზე გაქვს, ბიჭო, ჩორჩანის ეპიზოდის გამო ტერიტორიების დაკარგვა და სააკაშვილზე და ამაცი არა გაქვს ბრალდება აღძრული? რომელსაც გაყიდა, პირდაპირ გაყიდა ქართული მიწები. რა გითხრათ, ჩემო ძმაო? ბოკერიაზე მე რა ინფორმაცია მაქვს, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? 1000-ნაირი ხმები დარბის. მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცა გითხრათ. ბოკერია მოთრევის მომენტიდან ხოცები როდესაც მოეთრიან და გაიყო ნაცობა და იქ თავისი ხალხი წაიყვანა და იმას და ბიძინა სამსახურში ჩადგა ჩვეულებრივად. ბიძინა სამსახურში ჩადგა ნაციონალების დაშლის ამბავში და უზარმაზარი ფული აიღო. მაგანაც მისმა კახპაცოლმაც ის კაპარჩხანა ის მანგუსტს ვერ შევადარებ, მანგუსტი მიყვარს, იმიტომ რომ გველებს ჭამს. და საყვარელი არსება, მანგუსტს როგორ შევადარებ, რაღაცა უმსგავსო რაღაცა გერმაბროდიტის არსება. ავადმყოფი, სრულიად ავადმყოფი აზროვნებით, საქციელით, ყველაფრით ჩამოყალიბებული არსება. და ვინმე ჩვილში გაიყვანეს მისი მონაშნირები და ჩამოცილდნენ პოლიტიკას და ამაში აიყო ფული და მიეყიდა ბიზნესს. ბოკერიას გასაგებია იმ წეულ ორდენში მაღალი თანამდებობა აქვს და მარტივად ვერ მოკიდებენ ხელს, მაგრამ ამდენი ხალხი ხო ხედავს ამ ყველაფერს. ამდენი ხალხი ხო ხედავს. და კითხვა ხო უჩნდება ადამიანს. რომელ ქვედანაყოფში მსახურობდი? პირველი ქვეითი ბრიგადა, მე-12 ბატალიონი. კომანდოს ბატალიონი, რომელიც იყო იქ მსახურობდა. 2005-2010 წლებში. არ ვიცი ქალბატონო, არ ვიცი ვერ გეტყვით მე ახლა სახელებით და გვარებით, ნამდვილად არ ვიცი ვინ ხოცავდა და რას ხოცავდა, ესენი რეჟიმის ხალხი იყვნენ და უამრავი ჯალათი და უამრავი მოძალადე და მკვლელი და ისეთი იყო, რომელიც სახელი და გვარიც არ იცის ხალხმა საერთოდ. გარეთ მშვენივრათაა და კარგად აგრძელებს ცხოვრებას და ზოგიერთი ჯალათების მკურნალიძეები და ისინი უზარმაზარ ბიზნესებში არიან ჩართულები. გენერლებზე რა გითხრა, ჩემო ძმაო, ის საქართველოს ყავს გენერლები? ვინაა გენერალი? ვინა რომელი ერთია გენერალი? გოგავა არის გენერალი თუ ის გამოკლევებული არის ის, რა ქვია, გენერალი? რა ქვია იმას? პურაშვილი.
მიშა რო ყავ მიშაო სარდალიო მომყევითო ხო არ ვიცი ახლა შემოძმავა ხა მისალმებით ნამდვილად არ მივესალმები მე და საერთოდ პარტიული კუთვნილებით ერის დაყოფას საერთოდ არ მივესალმები მაგრამ ეს ვირუსი შემოგდებული არის დაავადებული არის ერი ნაცკოცობის ვირუსით და ამ ნაცკოცობის ვირუსიდან გამკურნებელი ადამიანი ჯერჯერობით არ ჩანს სხვათა შორის სამშობლოს ღალატისთვის აი ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ირანში ახლა რომ ეს ომი მიმდინარეობდა უამრავი აგენტი დაიჭირეს და უამრავი მოღალატე ადგილზე მოღალატე და წაუკენეს ბრალდება დაუმტკიცეს და ბევრი არ ულაპარაკებიათ უკვე მოყვანილი არის ნაწილისთვის ყველასთვის არა მაგრამ უკვე მოყვანილი არის განაჩენის სისრულეში სიკვდილით დასჯა არის სამშობლოს ღალატზე იქ და დასაჯეს სიკვდილით რო იცოდეთ ის 13 და 14 წელი არავინ არ უსვებს თავზე ხელს უკაცრავად ბევრი კითხვა მოდის ერთად. გაიხარე გიორგი, მშვიდობა მოგცეს თვალყმართ. მადლობა. არ ვიცი მაგის ცალკე თემა არის ახლა მაგ თემაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. ახლა ირანის და ამერიკის დაპირისპირება დიდი გეოპოლიტიკური სივრცეების და უამრავი საკითხის თემა არის. ბევრი ვილაპარაკეთ ამ კვირაში მაგ ყველაფერთან დაკავშირებით არ მინდა ერთი რაღაცის თქვა მინდა რომ მაგომა კიდე ერთხელ დაახლოვა რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთთან და მივიწყებული გასადენი რომელიც არსებობდა სილა სიბირი 2 უნდა აღდგეს და ვერ დარჩება ჩინეთი მარტო სპარსეთის ყურიდან თხევადი გაზის მისაღებად და ამ მხრივ ძალიან დიდი საქმე გაუკეთეს რუსებს სხვათა შორის იმისთვის რომ კიდე ახალი ფული იშოვა ამ უბედურ ქვეყანას შემოძმაო 1000 ჯერ მithქვია რაც ეშველება. კი ძმაო, კი. ასე იყო. ამ ქვეყანას ახლა მე კი ვიცი რა ეშველება ახლა, როგორც ეშველება ისიც ვიცი, მაგრამ გამკეთებელი ვინა ამის. ამ ქვეყანას ჭირდება სულ სხვა რაღაც. ამ ქვეყანას ახლა სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრი არის, თამოყარე გენერალიტეტი რო ყავდეს ქართულ ჯავს, ჭირდება ამ ქვეყანას. გადატრიალება, კონსტიტუციას შეჭერება, დამნაშავეებს გამოყვანა და დასჯა სამშობლოს ღალატის მუხლით, ტრიბუნალით მოყვანა თავის სისრულეში და სხვათა შორის არა მარტო სამოქალაქო პირებს ჭირდება, ასევე სასულიერო პირებსაც ჭირდება რუის ურბნის და მაშინ გადარჩება საქართველო. აი ეს შეშველება. ხო გაინტერესებს პასუხი, მაგრამ გამკეთებელი ვინა ამისი. სახელმწიფოება ხარა იმას ავკარგავ თუ ჩემი ძმა ხართ ერთი რა. მე ასე ვხედავ შექმნილ ვითარებაში სიტუაციიდან გამოსავალს ხარ, რა გითხრათ მე. აბა ვისით ახლა? აბა ახლა ეძიეთ ფულიანი შექმნით პარტია, მე პარტიაში შესული ვირთხები, როდის დაძღებიან, როდის ახალი უბედურება მოვა. პარტიულმა ცხოვრებამ საქართველოში არ გაამართლა. არც 1918-21 წლებში და არც 91-2025 წლებში პარტიული ცხოვრებიდან დაიქცა საქართველო. იმიტომ იმ პარტიაში ქართველების გარდა ყველა არიან გვარგადაკეთებული ქართველები და ანტიქართველები და ზოგი იდეურად რო ანტიქართველი არის და შეიძლება სამარცხვინოდ ქართული სისხლი ქონდეს. ჩემო ძმაო, აი ზაური მწერს ერთ-ერთ მოვლენას. მომისმინე ჩემო ძმაო, 16 წლის გოგო 16 მეტრი კაბელისთვის რო 16 წლიანი მუხლით გაასამართლეს. ხო იცი ეს? აი, ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა. ჯერ ამ პრეცედენტის შემქმნელები, ყუბლაშვილები, ერთი ყლარია მიაკვდა ძაღლი, მაგრამ მეორე ხოცოცხალია და სხვები, რომლებმაც ასეთი სამართლებრივი სივრცე დედამიწის ზურგზე არ არსებულა, რომ რომანულ-გერმანული სამართლის ქვეყანაში, სადაც შთანთქვათი არის კანონმდებლობა, ანუ მაღალი დანაშაული შთანთქავს დაბალ დანაშაულს, შეკრებითობა ყოფილიყოს და რომანულ-გერმანული ანგლოსაქსური ის იყოს, რა ქვია, სასჯელის მიზჯა და მოსამართლეს კონდეს რომანულ-გერმანული სამართლის პრინციპი, რომლითაც თავისი
დამოუკიდებელი განაჩენის გამოტანის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ იმ ანგლოსაქსონში თუ არის შეკრებითობა, მოსამართლეს იმხელა უფლება აქვს, შეიძლება მისი რწმენის საფუძველზე გაათავისუფლოს ყოველგვარი ბრალდებიდან. ასეთ საქართველოს სასამართლოში არ იყო. ეს იყო ყველაფერი გამოგონილი და ეს იყო ყველაფერი შექმნილი ქართველი ერის გასანადგურებლად და ციხეში ამოსალპობად. და ამ ხალხს ვინც ეს გააკეთეს, დღეს პოლიტიკოსებს ეძახიან და ოპოზიციას ეძახიან. და აი ამ ნაგავზე წუხს მთელი ევროპა და წუხს მთელი ამერიკა და ყველა შეწუხებულია. ძლიერი და სამართლიანი ხელი უნდა, მკაცრი და სამართლიანი ხელი უნდა. მკაცრი და სამართლიანი ხელი უნდა ამ ქვეყანას და მაშინ შეიძლება რაღაცას, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ის მეფეები იყვნენ წარმატებულები, რომლებიც მკაცრ, მაგრამ სამართლიან რეპრესიებს ატარებდნენ ქვეყანაში. იმიტომ იმდენი მოღალატე იყო. ახლა რო იძახით თქვენ, ეს რა ქვია? არა სამთავრობო, ეს ასოები. NGO, ლამაზი სახელი რო აქვს მორგებული და იცით მაშინ რამდენი NGO იყო? რამდენი თავადი იყო, რამდენი მოღალატე აზნაური იყო, რამდენი ის იყო, ვინც უზარმაზარ ფულებს ღებულობდა შახებიდან, სულთნებიდან, კონტრებიდან. რამდენი იყო, იცით? და იმაც ხელი შეხებაზე ვიზიანდებოდა მაშინაც ოსმალეთი. აი და ირანი და სხვა ქვეყნები, გინდათ რა რუსეთის იმპერიის დროს, ცარიზმის პერიოდში. ჩინმენდლებისთვის და იმისთვის იკლავდნენ თავს და საკუთარ სამშობლოს ყიდიდნენ. თუნდაც ტრაქტატის გაუქმება. იმიტომ მოხდა გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება, უციგნურმა მაგის რო არის ის. ტრაქტატის გაუქმება იმიტომ მოხდა, რომ თვითონ აქედან წამოვიდა, საქართველოსდან წამოვიდა, გიორგი მე-12-დან წამოვიდა, ის რო გავაუქმებ ტრაქტატს, მე მეფობა მომეციოდა, ტრაქტატი არ მაინტერესებს. მე ერთი პლუსი ქონდა იმ ყველაფერს იქედან გამომდინარე, რომ რწმენას არავინ გართმევდა და იმას რა ქვია, მიწას არავინ გართმევდა და გამრავლების და გადარჩენის საშუალება მიეცა ერს. მაგრამ ღირსეული ცხოვრება, როგორც ტრაქტატი იყო შესაძლებელი, ეს ვერა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადგილზე რუსეთს რო აბრალებთ გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმებას. არ გაუქმებიათ რუსებს გეორგიევსკის ტრაქტატი. კარგად წაიკითხეთ. აი აქედან იყო წამოსული, თორე რუსეთის იმპერიაში არსებობდა ესეთი ქვეყანა, რომელსაც გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგი ჰქონდა. ესეთი იყო ფინეთი, რომელსაც თავისი მეფეც ყავდა, თავისი პოლიციაც ყავდა და თავისი ფულის ერთეულიც ყავდა. და იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ითვლებოდა. მაგრამ თვითმმართველობა და ეს ყველაფერი თავისი ჰქონდა. ანალოგია როგორიც იყო. საქართველოში არა. იმიტომ რომ ფინელებმა თვითმმართველობა ერთმანეთის გვერდში დგომა მოახერხეს, ამათმა ვერა. იმიტომ აქ ძალიან მარტივად იყიდება. აქ მოვა ვიღაცა დებილი ავადმყოფი, ჩამოყალიბებული დებილი ავადმყოფი, რომელიც რომ ხედავ რომ აგერ შენ სამეზობლობაში შეიძლება ბირთვული აფეთქება მოხდეს და 408 კილოგრამი გამდიდრებული ურანი ყოფილა, იქ ღმერთმა დაგვიფარა, რომ ის არ ყოფილიყო თუ არა. შეერთებულ შტატებამდე კი არ მივიდოდა. აქ მოვიდოდა რადიაციული წვიმა საქართველოში. და რადიაციული თოვლი უკაცრავად. ჩერნობილი იქნებოდა მონაგონარი. როეუბნები ამას, რომ რო ხდება ეს დამღუპელია, ჩვენთვის შენ რუსეთის აგენტი ხარ. ამდენ დასწირებულს რა ეშველება. და შემძვრალია იმასთან, ვიღაცა ურიასთან უკანალში. გაიხარე ჩემო ძმაო, გაიხარე. რა მნიშვნელობა აქვს, გიორგი, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს რომელი კუთხის თუნდაც ერთი გოჯი მიწა დაიკარგება. რა მნიშვნელობა? კახეთის რეგიონში დაიკარგება, ცხინვალში დაიკარგება, სვანეთში დაიკარგება, ჯავახეთში დაიკარგება, აჭარაში დაიკარგება, თუ სად ეგ იგივეა, რომ გულზე ნაწილი მოაჭრან ქართველ ადამიანს. რავი, ჩემო კარგებო, აი ეს იყო დღევანდელი ჩემი საპასუხებელი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა ვიცი, თუ კითხვები არ აქვს, მაშინ დავასრულებ ვიდეო ლაივს და დაგემშვიდობებით, ყველას მადლობას მოგიხდით. კიდე ერთხელ ვამბობ.
საქართველოში ეროვნება და მამის სახელი თუ არ აღდგა, ჩვენ ვერასდროს ვერ ქართველის სახელით დაგვიქცევენ ქვეყანას და ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ ვინ დაგვიქცია. აი ამ ყველაფერს რაც ხდება, ვინ გვიკეთებს იცით? იცის ვინმე? ეს არა სამთავრობოები NGO-ები, ამას გვიკეთებს ებრაელი სოროსი, თავისი ადგილზე არსებული ქართულ ებრაული ქარხნები, რომლებიც ყავს და მოღალატე ქართველები ყავს მონახული და იგივე ებრაელები სხვათა შორის, რომლებსაც საქართველოს საფინანსო სისტემა აქვს ხელში ჩაგდებული მსოფლიო ბანკის და იმის რა ქვია, სავალუტო ფონდის წყალობით და ვის ხელშიც არის იგივე იმ BlackRock-ის და იგივე იმას რა ქვია, საქართველოს ბანკის და იმის აქციები რო აქვს ნაყიდი. გემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და კიდევ ერთხელ გეუბნებით ქოცებს. აუცილებლად მოგიწევთ ამ გზით, იძულებით მაინც მოგიწევთ ამ გზით წასვლა, თორემ ბიძინაზე ლოცვა არ გიშველით თქვენ არაფერს.